მსოფლიო დონის ქართველი ფიზიოლოგის აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმი სოფელ ვეჯინში მდებარეობს. იგი მრავალშვილიანი მღვდლის ოჯახში დაიბადა. ივანე ბერიტაშვილი ქართული ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა ფიზიოლოგიის კათედრა. უნიკალური შენობისა და იშვიათი ექსპონატების მიუხედავად მუზეუმს ვიზიტორები არც ისე ხშირად სტუმრობენ. გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი საჯარო სკოლებსა და მოქალაქეებს მუზეუმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ივანე ბერიტაშვილი იყო ძალიან დიდი მეცნიერი, ქართული ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მას დაწერილი აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მრავალ ენაზე არის თარგმნილი. 12 შვილი ყავდათ ოჯახში და მე-11 იყო თვითონ ივანე ბერიტაშვილი. სწავლა დაიწყო თელავის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგში სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო გიმნაზიაში. სასულიერო გიმნაზიის დასრულების შემდეგ წავიდა პეტერბურგში და დაამთავრა პეტერბურგის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტი. რამდენიმე წელი მოღვაწეობდა პეტერბურგში, შემდეგ დაბრუნდა თბილისში და ივანე ჯავახიშვილის მოწვევით მუშაობას შეუდგა სახელმწიფო უნივერსიტეტში, დააარსა ფიზიოლოგიის კათედრა. გურჯაანში ვიცით რომ არის ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობდა 1985-1987 წლებში, ხოლო ოფიციალურად ეს მუზეუმი გაიხსნა 1988 წელს. ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის შენობის პროექტის ავტორი არის ცნობილი არქიტექტორი ირაკლი მოსულიშვილი, რომელიც თვითონ გახდა თვეჯინელი. ძალიან ლამაზი შენობა არის, მას საფუძვლად უდევს ჯვარი. მოწყობილი არის საინტერესო ექსპოზიცია, სადაც გამოფენილი არის ივანე ბერიტაშვილის მეცნიერული ნაშრომები, მისი პირადი ნივთები და ავეჯი და სხვადასხვა ნივთები. რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას, უნდა ითქვას სიმართლე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ესეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებოდა ბატონი ივანე ბერიტაშვილი, ესეთი ცნობილი ფიზიოლოგი, დამთვალიერებათა რაოდენობა არის ცოტა. ცოტა არის, მე ვიმყოფებოდი რამოდენიმე დღის წინ ბერიტაშვილის მუზეუმში, გავესაუბრე ქალბატონ დესი ფურცელაძეს, მუზეუმის მენეჯერს. ხო და ერთი თხოვნა იქნება, ეს არის ქალბატონ დესის თხოვნაც და ჩემი თოვნაც, რომ მივიდნენ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით საჯარო სკოლის მოსწავლეები და დაათვალიერონ ეს საინტერესო